სახელმწიფო მამისათა და დისკურსზე დიდისათა. მოსულსა გიოცად ახალშობილ წლის დაწყებას და ყოველი კეთილ საქმე კურთხევით იწყება, ამიტომ ეკლესიამ დაადგინა ως ახალ წლის დღის აღნიშვნა და კურთხევა სასწაულ წლის დაწყებას საგანგებო ლოცვა-აღევლინება სამედრებელი ღვთის წინაშე რომ წარიმართოს კეთილად ჩვენი სწავლა-განათლება, რომ გონება გახსნილი იყოს სიკეთის და ჭეშმარიტი მისაღებად და არ ხებულობდეს მასურ თქვათ იდეებს და აზრებს დაცული იყოს ამისგან. ესაა თავი ვედრება და დღეს ამას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, რომ ის საშუალებები დღეს მედია ტექნიკას გააჩნია, საუკუნის განმავლობაში არ ყოფილა. ამიტომ საოცარზე გავლენას ახდენს ესა თუ ის პროცესები საზოგადოების ცნობიერებაზე. და არის ჟამი, რომელზეც სახარება შეერია, რომ გამრავლებითა და უჟილოებისათა მოალთა შორის განხმის სიყვარულია. ეს გამრავლება ხდება სწორედ ამ ტექნიკური საშუალებებით. და როგორ დავიცოთ ჩვენ ამისგან თავი? ამაზეც არის პასუხი, რომ ლოცითა და მარხვითა განდევნა ყოველი უკეთური ძალა და დაცული ადამიანის ცნობიერება, გონება და სწორედ ამიტომ განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს საშუალო სასწავლებელს, რომ აღზარდოს ერის მოძღვრები თვითონ განათლებულ გაწმენდილნი, რათა მათაც შესაბამისი მიმართული მისის ახალგაზრდების აზროვნებას და ღირებულთა სისტემის ჩამოყალიბებას. რთულია ეს, მაგრამ გავიხსენოთ, ეხლა ესეთი ეს წელი გამორჩეულია საიუბილეო აღსანიშნავად 1700 წლის საქართველოში ქრისტიანის გავრცელების სახელმწიფო რელიგიად აღიარების და 900 წლისთავი დავით აღმაშენებლის ვიდა დიდი მეფის ამსოფლო გასვლის და სასწრაფო დამკვიდრების. 400 წლისთავი ვიდა დიდმოწამე დედოფალ ქეთევანის წამების დღეს აღნიშნავს საქართველოს. ესეც ნიშანდობლივია, რომ ეს სამი ასეთი ნიშანსვეტი სრული განათლება, ღვთის სიტყვის შემოსვლა საზოგადოებაში და მისი დამტკიცება მეფე დავითის მიერ, რომელმაც სასწავლებლები შექმნა, გელათ იყალთო და უცხოეთა მოიწვია განათლებული ადამიანები, ცდილობდა პირველში ქართველები ყოფილიყო, ქართველი მოძღვრები, განათლება მიიღეს იქ საქართველოს ფარგლებს გარეთ და შემდეგ შესაბამისი წესი დადგინეს. მაგრამ ზოგადად ვიდათ განათლების სისტემა მეფე დავითმა უწოდა განათლების სისტემას მეორე იერუსალიმი და სხვა იგი ათინა. ამ საშუალო საერო განათლების აუცილებლობა და ამასთან დაკავშირებით საერთაშორისო ვიდა დელტავარ გრიგოლ პალამას თავის ტრიადებით ამას ეძღვნება, რომ საერო განათლება საჭიროა, მაგრამ არასაკმარისი. ის მაინც ამ ქვეყნიური მოვლენების ანალიზი და შესწავლის იფარგლება, მაგრამ მილწვემელი რჩება სიბრძნე
ღვთისა თუ შესაბამისად არ განისწავლა ახალგაზრდობა. აი, ეს გიო პალამა იყო მე-14 საუკუნეში და მანამდე თითქმის ამის საუკუნით ადრე მეფე დავითმა შეუდგა ეს პრინციპი მეორე ესეთი იერუსალიმის ხაიგი ათინა განახორციელა გელათის აკადემიის დამკვიდრებით. ევროპამდე ადრე ჩვენ უკვე ევროპაზე მიყავით. აი ეს დიდი ღირსება მეფე დავითისა რომ ღვთის მიერ მოვლენილი ასეთი სასწაული რომელსაც მეფემ თვითონ დიდგორის ბრძოლას ძლევენ საკვირელი უწოდა რომ არავის ეგონა რომ მოხდებოდა ეს ძლევა და ღვთის შეწევნით და ზეცუძალების შეწევნით დახმარებით დაიძლია შეუძლებელი მაგრამ იმიტომ რომ მანამდე მეფემ იზრუნა ზეცასთან კავშირის განახლებისთვის მანამდე უკვე იყო რუსების კრება მანამდე დაიწყო ერის განწმენდა უჟილობის გამრავლებისგან და ეს ის ხეპლი რომელიც მეფემ შეწირა ქვეყნის წარმატებისათვის ამიტომ დიდი მნიშვნელობა აქვს საშუალო განათლებას და დიდი პასუხისმგებლობა აქვს ეკლესიას ამ თვალსაზრისით და ამ მიმართულებით. საოცარია ღვთის სიტყვა მოკლე მარტივი და საოცრად ღრმა თავის სიბნით გაუთხრა იგი მოწაფეებს თუ არ შეიყვართო მიღეთ საშუქებელსო მოთამყრმასო ვერ შეხოთ საშუქებელში ეს ყმარული იყო მიღებული სიყვარულით იყო მიღებული გულწრფელად მიღებული ანუ ყმა არის ამ შემთხვევაში აჩვენებელი იმ სულიერ მდგომარეობისა თუნდაც შეიძლება ადამიანი დაიკვირდეს საშუქებელი
ყმარს მე რომის ცოდნა არ გაჩნია, ამიტომ ამ ქვეყნიური ცოდნა არ გაჩნია. მაგრამ მას გაჩნია ხოლმე სიყვარული, მშობლის, სიყვარული სიკეთის, სიყვარული სიწმინდის და სიხარულით მიღება აი ამ ყოველდღიურად ჩვენ საცხოვნოდ არის მოცემული. აი ეს მაგალითი მოხდა ჩვენ და ერთი პარადოქსი მოხდა რომ წლების წინ ალბათ ერთი 18-20 წლის წინ განათლების სამინისტროში იქ მეორე სართულზე რაცა ნიშნავსავით არის კედელს და გაჩნდა ბზარი და მათგანში თქოს ცოტა მოცილდა ის დასრულდა უნდათ გარემონტება რომ მოვიდნენ და ცოტა ჩამოასილეს დაინახეს იქ ხატრობა არის თუ რა არის გაწმინდეს ძალიანად და მაცხოვრი ყმებთან და მარგოს მახარებს ეს სიტყვებია ასეთ ყმებთან მოსაჩენდა ეს ვითარდა სასופელიცად როგორ მოგწეულიყო უცებ ისტორიული ძეგლი არის ხემის განადგურება არ უნდა და ნუ იყო ესე მე ერთი პერიოდი შუქიდან თუ ხომ ჩანდა მე ჩაქროს სიბნელეში ყოფილიყო მე რაღაცა მოაჯირი გააკეთე არ მისულიყო ახლოს და ეხლა ვისეთ ასეთ რესტავრაცია გამაგრება ამ ხატრობის ნუ შეიძლება ის ატუხებდა თუ სლავური წარწერა იყო ეს მაშინ აშენდა მე-19 საუკუნეში და მე მაშინ მოიხატა და როგორ ესე იგი განათლების სამინისტრო გადმოვიდა ამ შენობაში სხვაგან იყო და ამ შენობაში გადმოვიდა და მე აღმოჩნდა რომ გადმოვიდა ეს წარწერა და ეს ხატი რომ მოწოდება რომ განათლების სამინისტროს მიზანი და დანიშნულება არის რომ სულიერ განათლება მისცეს ქვეყანას და ერთს და სასოფლო სამსახურს მაგრამ გულისმაყოფა არ ეყოთ რომ ეს მიეღოთ ნუ იმედია რომ აღსრულდება როგორც ეს მათასასწაული რომ იქ სხვა დაწესებული იყო მაშინ ადრე სკოლა იყო მე სხვა რაღაცა იყო და მე გამოვიდა სამინისტროს დაუთმეს და ის შემდეგ დაუთმეს მე გაჩნდა ეს ბზარი და ამოვარდა თორემ მანამდე ალბათ არც მიაქცეთ ყურადღებას და გადააღებინებდნენ და დაიკარგებოდა ეს განათლების სამინისტროს მოწოდება იყო ღვთისაგან აცოდეთო და ასე რომ მადლობა ჩვენ ყველგან ხედავთ უფლის ხელს მის განგებას მის მოქმედებას და ჩვენ მოწოდებას ჩვენ სასופლისათვის რომ რწმენით და სიყვარულით და სიხარულით შევიცნოთ ჩვენ სასופელი იხარეთ ორ სოფელში შინა